700 მედიკამენტზე რეფერენტული ფასები ამოქმედდება. პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე წამლების გაიაფების პროცესი იწყება. სიახლე 2023 წელს დაწყებული რეფორმის მომდევნო ეტაპია და ამჯერად საუბარია ანთების საწინააღმდეგო, გულსისხლ ძარღვთა დაავადებების მართვისთვის საჭირო და სხვა ხშირად მოხმარებად პრეპარატებზე. მიზანი მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. საქართველოს პარლამენტში შექმნილმა კომისიამ, რომელიც მუშაობდა ფასების თემებზე, მათ შორის, რომელიც განიხილავდა ფარმაცევტული პროდუქტების ირგვლივ არსებულ ფასების პოლიტიკას, ფასწარმოქმნის საკითხებს და ასე შემდეგ, დაასრულა მუშაობა და ძალიან მნიშვნელოვანი საინტერესო და ძალიან სიღრმისეული დასკვნა მოამზადა, რომლის საფუძველზეც რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გახლავთ რეფერენტული ფასების მიმართულებით სახელმწიფო საქმიანობის შემდგომი წინსვლა და განვითარება და ამ თვალსაზრისით ბუნებრივია ამ მოსაზრებას იმთავითვე სამინისტროს ეთანხმება. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დავიწყეთ მუშაობა იმ მიმართულებით, რაც შემდგომი ეტაპის, ასე ვთქვათ, გარკვეულ მედიკამენტებზე, გარკვეულ ნაწილზე მედიკამენტებისა, რომელზეც ამ დრომდე არ იყო გათვალისწინებული რეფერენტული ფასწარმოქმნა, შესაბამისად მას გაუჩნდება ასეთი რეგულირება და ამ ეტაპზე ჩვენ მომზადებული გვაქვს გარკვეული რაოდენობის მედიკამენტებზე საკმაოდ დიდია სპექტრი მედიკამენტებისა, რომელზეც გავრცელდება უკვე ახლო მომავალში რეფერენტული ფასები. ფასთა კომისია, რომელიც პარლამენტში მუშაობდა, კომისიაზე ყველამ ფაქტობრივად ერთხმად შევთანხმდით, რომ ეს არის სწორი მიმართულება, რომ მედიკამენტების ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. შეხვედრაზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ სია ფართოვდება, ეს არის 21 ახალი მოლეკულა დაემატება რამოდენიმე და მიმართულებით, ეს არის დაახლოებით 700-მდე დასახელება, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობაა. და ყველაზე კარგი, რასაც კვლავ კიდევ შემიძლია აღნიშნო ეს იყო, რომ წინასწარი ინფორმაცია, რომელიც უფრო მომზადება სექტორისთვის იქნება მეტი საშუალება მომზადებისთვის და კომუნიკაციისთვის, სამინისტროსთვის, ეს პერიოდი გამოიყო 2 კვირის განმავლობაში გვექნება ახლა ამაზე მსჯელობის, რაც კარგია. იმედი მაქვს, რომ აი ამ თანამშრომლობით და აი ამ პერიოდის მეშვეობით ჩვენ მივახცევთ სასურველ შედეგს. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გვექნება უფრო ხელმისაწვდომობა გაიზრდება მედიკამენტებზე.